ოდესმე დაფიქრებულ ხართ, როგორ შეიძლება საუკუნოვანი სიმღერა, რომელიც თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა, აიღო და ფურცელზე გადაიტანო. თან ისე, რომ მისი სული, მისი მელოდია და ემოცია არ დაკარგო. დღეს, სწორედ ერთი შეხედვით შეუძლებელ მისიასა და ადამიანზე, ქართველ პოეტ დავით წერედიანზე მოგიყვებით. მოდი თავიდანვე დავიჭიროთ სწორი განწყობა თავად პოეტის სიტყვებით. უმჯობესია ლექსთან წინასწარი შეიარაღების გარეშე მივიდეთ შიშველი ემოციით. აი სწორედ ასეთი მიდგომა გვჭირდება, რომ მისი სამყარო ბოლომდე შევიგრძნოთ. მაშასე, ჩვენი დღევანდელი ამბავი ერთგვარ მოგზაურობას ჰგავს, რომელიც 6 ეტაპად გაიშლება. დავიწყებთ თავად პოეტითა და მისი შთაგონებით, სვანურის სიმღერებით. მერე ვნახავთ, რატომ ჩანდა თარგმანი თითქმის შეუძლებელი. აღმოვაჩენთ მის გენიალურ გამოსავალს, მომღერლის ხმას. ამ მეთოდს ბეთქილის ტრაგიკული ისტორიის მაგალითზე განვიხილავთ. მერე კი უფრო ფართოდ შევხედავთ მითებს, ბრძოლებსა და ოჯახურ დრამებს და ბოლოს შევაფასებთ თუ რამხელა კულტურული მემკვიდრეობა შემოგვინახა წერედიანმა ლექსში. დავიწყოთ. ყველაფერი იწყება ახალგაზრდა დავით წერედიანით და მისი უსაზღვრო სიყვარულით მშობლიური კუთხის, სვანეთის, უძველესი ნამღერი პოეზიისადმი. ეს არ ყოფილა რაღაც წამიერი გატაცება, ხო ხვდებით? ეს მთელი ცხოვრების საქმე იყო. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ლექციებზე იწერდა ხალხურ მოტივებზე აგებულ ლექსებს. მერე 24 წლის ასაკში 1961 წელს უკვე აქვეყნებს პირველ ნამუშევრებს. 1968-ში პირველი კრებული გამოდის და ეს გზა გრძელდება წლების განმავლობაში, ვიდრე 2011 წელს არ დაგვიკურინდება საბოლოო მონუმენტური გამოცემით. მაგრამ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. წერედიანი ძალიან მალე უდიდეს გამოწვევას წააწყდა. საქმე ისაა, რომ სვანური პოეზია, ხო ვთქვით, უბრალოდ სიტყვები არ არის. ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, სადაც მუსიკა, ტექსტი, ცეკვა და რიტუალი ერთმანეთისგან განუყოფილელია. ამ ფენომენს რთული სახელი, სინკრეტულობა ქვია, მაგრამ მისი არსი მარტივია. როგორ უნდა თარგმნო მხოლოდ სიტყვები, როცა მელოდია და მოძრაობა ამ სიტყვების განუყოფელი ნაწილია. წარმოიდგინეთ, ეს იგივეა, რომ ნახატს მხოლოდ კონტური გადმოუხაზო და ფერები დატოვო. აი თავად წერედიანიც ამბობდა, რომ ტექსტი სიმღერისგან გათიშვა იწვევდა მნიშვნელოვან ემოციურ დანაკარგს. ანუ თარგმანი ტექნიკურად კი იქნებოდა სწორი, მაგრამ სულიერად, აბსოლუტურად ცარიელი და უსიცოცხლო. მაშ, როგორ გადაჭრა მან ეს პრობლემა? როგორ მოახერხა ამ ცოცხალი სულის შენარჩუნება? სწორედ აქ მივადექით ისტორიის ყველაზე საინტერესო გარდამტეხ მომენტს. წერედიანმა აღმოაჩინა მართლაც გენიალური და სრულიად არატრადიციული გამოსავალი. ეს გამოსავალი ერთი კონკრეტული ადამიანის, სვანი მომღერელის, მახრაბ გურგულიანის ხმას უკავშირდებოდა. წერედიანისთვის მისი ხმა იქცა ერთგვარ კამერტონად. ოღონდ ამ კამერტონით ის თარგმანის სიტყვა-სიტყვით სიზუსტეს კი არ ამოწმებდა, არამედ მის სულიერ ემოციურ ჟღერადობას. წარმოიდგინეთ მისი მუშაობის პროცესი. ის ჯერ გონებაში, შინაგან სმენაში აღდგენდა გურგულიანის ნამღერს, მის ინტონაციას, რიტმს, ემოციას, მერე წერდა ქართულ პოეტურ სტრიქონს და ბოლოს ამოწმებდა, ჯდებოდა თუ არა ეს ახალი ტექსტი იმ შინაგან მუსიკალურ შეგრძნებაში. მთავარი იყო სულის შენარჩუნება და არა ბრმა სიზუსტე. თუ სტრიქონი არ მღეროდა, ის მას უბრალოდ შლიდა, ზუსტიც რომ ყოფილიყო. კარგი, თეორია გასაგებია, მაგრამ მოდით ახლა ვნახოთ, როგორ მუშაობდა ეს ყველაფერი პრაქტიკაში. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სვანურ მითზე. ეს არის მონადირე ბეთქილის ტრაგიკული ისტორია, რომელმაც ნადირობის ქალღმერთს დალს უღალატა. აი, როგორია ამ ლექსის პირდაპირი სიტყვა-სიტყვითი თარგმანი. ის, რაც თქმა უნდა, ინფორმაციულია, გვაწვდის ფაქტებს, მაგრამ ხო მეთანხმებით, სრულიად მოკლებულია მუსიკალურობას და პოეტურ ძალას. უბრალოდ შრალი ტექსტია. წერედიანის პოეტური ამოცანა კი იყო, ამ ტექსტისთვის მიეცა თანაბარი რითმი, გაემართა მწყობრ 9 მარცვლიან სალექსო სტრიქონად და ახალ ენაზეც კვლავ სიმღერასავით აეჟღერებინა. თან ისე, რომ ორიგინალური მისამღერით შეენარჩულებინა. ახლა კი მოემზადეთ და უბრალოდ შეადარეთ. აი წერედიანის საბოლოო ვერსია. ტექსტი უცებ ცხოცხლდება, იძენს რიტმს, მელოდიას, ემოციას, ხედავთ განსხვავებას? მან მშრალი სიტყვები ისევ სიმღერად აქცია. აი ესაა მისი მეთოდის მთელი ძალა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მაგალითი იყო. უნდა გვესმოდეს, რომ წერედიანმა ეს საოცარი მეთოდი სვანური ზეპირი ტრადიციის მთელ უზარმაზარ სპექტრზე გამოიყენა. რაზეა ეს სიმღერები? აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც სვანურ ცხოვრებას და სამყაროს ქმნიდა. აქ შეხვდებით უძველეს მითოლოგიურ ციკლებს, საგმირო ბალადებს, საგვარეულო ომებზე. ძალიან პირად ოჯახურ დრამებს, სარიტუალო სიმღერებს და იუმორისტულ ლექსებსაც კი.
აი მაგალითად, მოისმინეთ ეს მოკლე, მაგრამ როგორი ძლიერი ნაწყვეტი საგმირო ბალადიდან. აქ მთელი ეპოქის ტრაგედია იგრძნობა. და კონტრასტისთვის, ნახეთ როგორი პირადი და ადამიანურია ეს დიალოგი საოჯახო თემატიკის ლექსიდან. ეს გვიჩვენებს, რომ ამ ტრადიციაში პირადი ადამიანური კონფლიქტებიც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც დიდი ბრძოლები. და აი ასე მივედით დასასრულამდე. მოდით შევაჯამოთ და დავფიქრდეთ, რა არის დავით წერედიანის საბოლოო მემკვიდრეობა. რა დაგვიტოვა მან? მოკლედ რომ თქვათ, თავარი დასკვნა ესაა. მისი გენია მხოლოდ სიტყვების თარგმნაში არ ყოფილა. მან ფაქტობრივად თარგმნა კულტურის სული. მან გადაუხიდი უძველეს ზეპირ წარსულსა და ლიტერატურულ მომავალს შორის და უნიკალური სვანური საგანძური მთელ საქართველოს გაუზიარა. და ბოლოს მინდა დაგწოვოთ ერთ კითხვასთან, რომელიც ვფიქრობ ამ მთელ ისტორიას აერთიანებს და ბევრად უფრო ფართო თემაა. კულტურის სულის რა ნაწილი იკარგება, როცა მისი ცოცხალი სიმღერები უბრალოდ ფურცელზე იწერება და რა არის საჭირო მის გადასარჩენად? ამაზე დაფიქრება ალბათ ღირს.